აჭარაში პოლიცსაბჭო შეიქმნება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები გუშინ 3 საათის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მსჯელობდნენ. როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მასალკინი აცხადებს, კოალიცია მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა რესპუბლიკურ პარტიას ამ დროისათვის კანდიდატი არ ყავს. დეპუტატის თქმით, სიაში რესპუბლიკელების პირველი ნომერი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი იქნება. ვინ იქნება კონსერვატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის მერობის კანდიდატი დავით ბაციკაძე დასახელებისაგან თავს იკავებს. დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიები გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად დეცენტრალიზებული არიან. თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია მუშაობას 1 თვეში დაიწყებს. აჭარაში შეიქმნება, მოდით ასე დავთქვათ, მინი პოლიცსაბჭო, ისეთივე როგორც თბილისშია. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები შევიკრიბებით, იმიტომ რომ უახლოებულია არჩევნები და ჩვენ უნდა მივიღოთ შეთანხმებული რაღაც გადაწყვეტილებები სიასთან დაკავშირებით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით, შტაბის მუშაობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო მთავარი შედეგი ჩვენი შეხვედრისა. კონსერვატიული პარტიას ყავს თუ არა ეს შევინახავ საიდუმლოდ, შემდეგში ვნახოთ, მაგრამ ჩვენს თავისთავად პარტია მზადება და მიდის მზადებას დაკავშირებით უკვე დიდი ხანია, მინდა გითხრათ, და ჩვენ წესდებოგვილი ვართ შიგა პრაიმერის წესით, შიგა დემოკრატიის მხრით, თუ ვინ იქნება პირველი ნომერი, ჩვენგან პირველი ნომერი, მეორე ვინ იქნება ამა თუ მაჟორიტარ ბლოკში წევრები, სრული დეცენტრალიზაცია